ministris სამშენებლო კომპანიების მმართველებს შეხვდა შეხვედრაზე სამშენებლო სექტორში არსებული ვითარება განიხილეს ნოდარ ხადურმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს მიმდინარე წლის იანვარ-მაისის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საგადასახადო შემოსავლების კუთხით არსებული დინამიკა გააცნო. შეხვედრას შემოსავლების სამსახურის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დარგი, რომელიც ამ შემთხვევაში ასე ვითარდება, არ არის პრობლემების გარეშე. მეორე ნაწილის განმავლობაში ჩვენ საუბარი გქონდა საკითხებზე, მათ შორის იყო საკითხები, რომელიც ცილდება ფინანსის სამინისტროს კომპეტენციას, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილეები და ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას იმ პრობლემების აღმოსაφრელად, რომელიც ამ დარგს კიდევ უფრო კონკურენტულს გახდის. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ძალიან ისეთი მე მგონი ბევრი მომცემი სამშენებლოს დეველოპერული სექტორისთვის. ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება ამ პრაქტიკის გაგრძელება. რაც შეეხება პრობლემებს, ცხადია ეს შეხვედრა იყო სამუშაო და ძირითადად ვლაპარაკობდით სწორედ პრობლემებზე და არა ერთმანეთს არ ვაქებდით და უფრო მეტიც ჩვენ არ ვაქებდით სამინისტროს პირიქით და მე საერთოდ ისიც მოხდა რომ პირიქით ჩავთვალეთ რომ პირიქით უფრო კარგი რაც იყო მე ისიც ვთქვით, მაგრამ ძირითადად იყო საუბარი მხოლოდ და მხოლოდ აი ჩვენი მხრიდან აი პრობლემებზე, რაც გონია რომ ერთობლივად უნდა გადავწყვეტოთ. გამოჩნდა რომ დაგეგმილი 5%-იანი ზრდის შესაბამისად მიდის პროცესები ქვეყანაში, ანუ ამ ეტაპისთვის პირველი 6 თვის მდგომარეობით უკვე 6%-იანი ზრდა არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ გეგმას ემთხვეოდეს რეალური მონაცემები. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს განსაზღვროს სტაბილურ გარემოს ქვეყანაში, რაც არის ნუკლეარი ნიადაგი ბიზნესის განვითარების